გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ გორის საფეხბურთო კლუბ დილას ფეხბურთელებს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მოპოვება მიულოცა. ფეხბურთელებს მერის მოვალეობის შემსრულებელი შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად შეხვდა. გორის დილამ კლუბის ისტორიაში პირველად სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი მოიპოვა. გუნდი ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში ლუქსემბურგში გაემგზავრება, სადაც რასინგს შეხვდება. საფასურო მატჩს კი გორში 17 ივლისს გამართავს. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ არ გვქონდა ტიტული მოგებული და ძალიან სასიამოვნოა რომ ჩვენ ეს ამ ტურნირის გამარჯვებული გავხდით. მეორეც კიდე სასიამოვნოა ის რომ ჩვენ ახლა ვემზადებით UEFA-ს კონფერენს ლიგისთვის, რომელიც გაიმართება ლუქსემბურგში რასინგის წინააღმდეგ, რომელსაც ჩავატარებთ 10 რიცხვში და შემდეგ განმეორებითი თამაში იქნება 7 მეჩი. ვეცდებით რომ გავიაროთ ეს პირველი წრე და შემდეგ უკვე ვნახოთ. კენჭისყრა კი ცნობილია, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვფიქრობთ რომ პირველი წრის გავლა საჭირო რომ მერე შემდეგში კიდევ წარმატებას მივაღწევთ. გვინდა მიულოცოთ გორის დილას რამდენიმე დღის წინ მიღწეული წარმატება, მოგეხსენებათ სუპერთასი აიღო გუნდმა. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იყო გუნდისთვის. დილა ფლობდა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს, საქართველოს თასის მფლობელი იყო და აგერ ახლა უკვე სუპერთასის მფლობელიც არის. დღეს ვიყავით აგერ გორის დილასთან და მიულოცეთ ბიჭებს ეს წარმატება და გარდა ამისა ვუსურვეთ წარმატებული და კარგი გამოსვლა ევროთასებზე ჩაერთვება იგი უახლოეს დღეებში ლუქსემბურგში მიდიან ბიჭები, სადაც ლუქსემბურგის რასინგში შეხვდებიან საკვალიფიკაციო ეტაპის საკვალიფიკაციო პირველ ეტაპზე. იმედი გვაქვს რომ შედეგი ლუქსემბურგშიც ისეთი იქნება როგორც ჩვენს გუნდს და ჩვენ გვინდა და შემდეგ უკვე საფასუხო მატჩი რომელიც გორში გაიმართება გავიმარჯვებთ და საბოლოო ჯამში ამ ეტაპს გადავლახავთ და გავაგრძელებთ ასპარეზობას კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპისთვის. სუპერთასის მოგების მერე გუნდი კარგ ფორმაშია, კარგი მოხდზე ვართ, იმედია ეს მოხდი გავყვება კონფერენს ლიგაზე და ამ ეტაპს საჩვენოდ დავასრულებთ.